პანაშვიძე რო იყავით, ისიც კი წერია ბატონო ირაკლი. მინდა გაჩვენოთ სუსში თქვენზე რა წერია სუსის დანოსებში. ბატონო ირაკლი, თქვენც ხართ სუსის დანოსებში, არ გაინტერესებთ? რა კახა ამას აკეთებს, კახა იმას აკეთებს, კახა ამას ხდება, კახა იმას ხდება. ეცნობათ ხო ტექსტი? კი, მეცნობ. თქვენ ახლა უყურებთ კადრებს, როგორ ვერ მალავენ ქართული ოცნების წევრები სუსის დანოსებში, საკუთარი თავის აღმოჩენით გამოწვეულ პირველ შოკს. მათ შორის ვერც შაბათის ეთერის კამერასთან. ეს 2022 წლის ზაფხულია. ცივი შხაპის ეფექტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილმა იმ ფაილებმა გამოიწვია, რომლითაც გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისიანებსაც უსმენს და უთვალთვალებს. არა მხოლოდ ოპოზიციას უსმენენ, არამედ თქვენც გისმენენ, ბატონო ირაკლი, პროტესტი არ გააქვთ? დახურული უწყებიდან საკუთარი თანაგუნდელების მოსმენის დამადასტურებელი ფაილების გამოტანის შემდეგ ოცნება დიდმა სკანდალმა მოიცვა. მაშინ სწორედ ამ ფაილების გამოჟონვას დაუკავშირეს მოსმენების სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ბექა მამარდაშვილის პოსტიდან გაშვებაც. თითქმის 4 წლის შემდეგ იგივე მამარდაშვილს უკან უკვე მოსმენების სამსახურის უფროსად აბრუნებენ. გაუჩინარებული ბექა მამარდაშვილი ლილუაშვილის შემცვლელმა ოცნების დეპუტატებს, სასამართლო კლანის წევრსა და სახალხო დამცველს 3 კანდიდატს შორის გამოარჩევინა. ახლა ირაკლი კობახიძის ხელმოწერაა დარჩენილი, რომ უწყებიდან სკანდალით წასული ძალოვანის მეორედ მოსვლას ბეჭედი დაესვას. არ არის უცნაური ეს თქვენი აზრით? ლილუაშვილის კადრებს იშორებენ ამით? არა, ყველგან კობახიძე უნდა იყოს ყველა უწყებაში? ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ კანონშიც პირდაპირ წერია, რომ უწყების ხამძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. თუმცა მოსმენების სამსახურის უკვე ყოფილი შეფი პოსტიდან ისე გაუშვეს, რომ მიზეზიც არავის განუმარტავს. მოსმენების სამსახურის უფროსი, რომელსაც ეს პოსტი 2017 წლიდან ეკავა, თანამდებობას ამ დიდრული აპარტამენტებით ტოვებს. ბაგების სატყეო უბანში კობაკობიძესთან იმისთვის მივედით, რომ ვკითხოთ, როგორ განუმარტეს თავად მას თანამდებობიდან წასვლის აუცილებლობა. აქ კობიძეს მთელი 2 სართული და 200-ზე მეტი კვადრატული მეტრი ეკუთვნის. მილიონიანი ქონება 2022 წლის შენაძენია და თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საცხოვრებელ უბანში მდებარეობს. აი ეს კაცი. არ გინახავთ? არ გვიკვირს, რომ კობიძის პრემიალური საცხოვრებელი აპარტამენტი სრულად კამერებითაა გარშემორტყმული. შესაბამისად, მოსმენების სამსახურის გადაყენებული შეფი თავად ირჩევს, ვინ არის მისთვის სასურველი სტუმარი. ჩვენ ამ პრივილეგიით, რა თქმა უნდა, არ ვსარგებლობთ. არაფერი არ ვიცი, ერთადერთი ის ვიცი, რომ ადრე ნამუშევარია მარქსისტები. ხო და რისთვის გაუშვეს, იცით? ვინ? აი ჩანაწერები რომ გამოვიდა ქართული ოცნების წევრების, მათ შორის ერთმანეთთან საუბრის, ბექა მამარდაშვილმა გამოიტანა. ტელევიზიით გავიგე, რომ ადრე სომუშავი. და რატომ გამოუშვეს, ეგ არ გაგიგიათ? წარმოგიდგენა. ახლა არ ვიცი, განა იმიტომ რომ არ მინდა პასუხი. და არ გინდათ რომ იცოდეთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი გისმენთ. გისმენთ. ხო, გავიგე, მოვიკითხავ, ახლა რახან კითხები გაგისმენთ, ახლა მე. ეს ადამიანი გისმენთ და საინტერესო იქნება. გუშინ დაინიშნა ბექა მამარდაშვილი ოტოს მოსმენების უფროსად, რა იცით ბატონო? ის ადამიანი გისმენთ, არ უნდა იცოდეთ? ვინ არის ბექა მამარდაშვილი, რომელსაც ოლიგარქის პარტია მათთვის სტრატეგიული უწყება ჩააბარა. საიდუმლო სამსახურის საიდუმლო მაღალჩინოსნის გვარი პირველად სააშკარაოზე სუსის უკვე ყოფილმა მოადგილემ გამოიტანა. სოსო გოგაშვილმა 2022 წლის 15 სექტემბერს დაასახელა იმ ადამიანის ვინაობა, რომელსაც მოსმენების სამსახურიდან VIP პერსონების თვალთვალი ჰქონდა დავალებული. ეგრეთ წოდებული VIP პერსონების საუბრებს ოტო უგროვებს ივანიშვილს და ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის მას. ჩემს პერიოდში ოტოდან ბექა მამარდაშვილი მე მიგზავნიდა ამ კრებსებს, რომლებსაც ვამუშავებინებდი სპეციალურ ჯგუფს და ყოველ მეორე დღეს ვატანდი ჩემს თანამშრომლებს ივანიშვილთან, კობახიძესთან, პარტიაში და პრემიერ-მინისტრთან. რა თქმა უნდა, გომელაური იღებდა სრულ პატაკს. ივანიშვილი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში გვაძლევდა მითითებებს, სუსსა და პარტიას, რომელი ობიექტისთვის რა უნდა გაგვეკეთებინა. მაშინ საიდუმლო სამსახურის საიდუმლო თანამშრომლის გაშიფრვას დიდი სკანდალი მოჰყვა. კობახიძემ მამარდაშვილთან ნაცნობობად სრულად უარყო. ბექა მამარდაშვილს საერთოდ არ ვიცნობ, სამწუხაროდ არანაირი ნაცნობობა არ მაქვს ამ ადამიანთან. ეს ერთი, ანუ ხედავთ რამდენად აბსურდულია ისინების მერე განცხადება. არა, ჩვენთან თუ მოხდა კრებსები, როგორ შეიძლება არ ვიცნობთ, ხო? გოგაშვილს განცხადებაში არ უთქვამს, რომ კობახიძესთან უკანონო ფარული მოსმენების ჩანაწერები საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს ბექა მამარდაშვილს მიჰქონდა. გოგაშვილი წერდა, რომ მამარდაშვილის მომზადებული მასალები მიდიოდა ივანიშვილთანაც და პარტიაშიც.
რას ნიშნავს VIP პერსონების უკანონო მოსმენაზე პასუხისმგებელი პირისთვის მთლიანად მოსმენების სამსახურის ჩაბარება. არის თუ არა ეს ქვეყანაში ახალი და კიდევ უფრო მასშტაბური თვალთვალის დაწყების ნიშანი. სისტემიდან ერთხელ უკვე წასული კადრი რა ნიშნით დააბრუნა ყობახიძემ უკან. ახლა ამ კითხვებს თავად ბექამ მამარდაშვილმა უნდა უპასუხოს, თუმცა სუსმა მისი ბიოგრაფიაც კი დამალა. ამიტომ ახლა კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება საცხოვრებელ მისამართზე მისვლაა. აღმოჩნდა, რომ რეგისტრაციის მისამართზე მშობლები ცხოვრობენ. მეზობლები გვეუბნებიან, რომ მოსმენების სამსახურის უფროსი აქ მხოლოდ მათ მოსანახულებლად მოდის. ეს ბატონი ცხოვრობს? და ეს ქალბატონი? ხო. ესენი ცხოვრობენ. და შვილი? შვილი არ ვიცი, არ გინახავ. მე არ მინახია ახლა. დავინახე, არა, ორი გუშინი კი დავინახე, მაგრამ შვილიც? შვილი არ ვინახე, ხო. ბექამ მამარდაშვილს საკუთარ სახელზე, როგორც საიდუმლო სამსახურის უფროს შეეფერება, უძრავი ქონება არ აქვს გაფორმებული. სავარაუდოდ გააფრთხილა ოჯახიც და სახლში ყოფნის მიუხედავად კარი არავინ გაგვიღო. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ქართული ოცნების ლიდერების უკანონო მოსმენების ფაილების გამოჟონვის შემდეგ ბექამ მამარდაშვილი სულს გაარიდეს, თუმცა იმის გამო, რომ დიდი ინფორმაციის მატარებელი იყო, ივანიშვილის ქართუში მაინც დაასაქმეს. იცით რისი გადამოწმება მინდა? ბექამ მამარდაშვილი რა პოზიციაზე იყო ქართუში ქალბატონ ნატო სუსიდან წამოსვლის შემდეგ? რა პოზიციაზე ჩავიდა? ქართუს მმართველს ნატო ხაინდრავას არ ესმის, რატომ ვამოწმებ ჟურნალისტები ფაქტებს. რატომ ვინტერესდებით პირით, რომელსაც სტრატეგიული მოსმენების სამსახური ჩააბარეს. ჟურნალისტი ვარ, ქალბატონო ნატო და ვამოწმებ ჟურნალისტი ვარ, ქალბატონო ნატო. არა, თქვენი შემოჭრა არ გევალებათ არაფრის. VIP პერსონების მოსმენაზე პასუხისმგებელმა ბექამ მამარდაშვილმა სუსი მას შემდეგ დატოვა, რაც უწყებაში შეფად გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა და უკანონო მიყურადების შედეგად შექმნილი ფაილების გაჟონვის შესახებ გახდა ცნობილი. ახლა კი ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ლილუაშვილი თანამდებობიდან გაუშვეს. რა იცით ბექამ მამარდაშვილს? პირველად მესმის ეგ სახელი და მართლა? არ უნდა დაინტერესდეთ ადამიანით, ვინც გისმენთ, ბატონო ირაკლი? პირველად მესმის და არ უნდა ინტერესდებოდეთ? არა, არც ვაპირებ, რა თქმა უნდა. დოკუმენტები დასტურდება, რომ სუსიდან წამოსვლის შემდეგ ბექამ მამარდაშვილი ტექნოლოგიურ კომპანიას აფუძნებს და ტერმინალის ოფისში რეგისტრირდება. 2025 წლის 7 აპრილს ის საკუთარი ბიზნესის კვალის წაშლას იწყებს და შპს ვოიდს მამაზე აფორმებს. რამდენიმე კითხვა მოქვს ბატონ ჯაბა, კომპანია ვოიდთან დაკავშირებით და რა საქმიანობდა ეს კომპანია ბატონ ჯაბო? რაღაცა საკითხებად, რა ვიცი, რა გითხრა. არ იცი, თქვენი შვილია საქმის კურსში? ალბათ, არ ვიცი, რაღაცა საქმიანობდა. მე როგორ დაბრუნდა თქვენი შვილი სუსში, ხო გაშვებული იყო ამ სამსახურიდან? მოგი, გითხრათ იმას, სუსის უფროს, მე რატომ მეკითხებით? მე არა, თქვენ ოჯახის წევრი ხართ, არ იცით ამის შესახებ? ხო, მაგრამ ხელა თანამდებობა და არ გითხრათ მამას? თვითონ მიხედავს თავის საქმეს და დაანებს თავი. ანდრიო ხანიშვილმა მოსმენების შეფის არჩევის პროცედურა 14 მაისის დილას 10 საათიდან დაიწყო. ასარჩევი პირის მამას კი სამეწარმეო რეესტრში 3-ის ნახევარზე შეაქვს განაცხადი, რომლითაც შპს ვოიდის ლიკვიდაციას ითხოვს. ბატონი ჯაბო ვერც ამ გადაწყვეტილებას ხსნის. ეს დაშლის ღონისძიება დაიწყეთ, ხო თქვენ? რატომ შლით ამ კომპანიას? რა, ალბათ გავდივარ ქალაქიდან დამჭირდება. ქალაქიდან? თქვენი შვილი რომ სუსში დაინიშნა, მაგიტომ ხომ არ შლით ამ კომპანიას ახლა რეესტრიდან? არა, მაგას თავის პრობლემები საქმეები აქვს. მე ჩემი. ხო და ზუსტად იმ დღეს დაიწყეთ დაშლა, როდესაც ის აირჩიეს მოსმენების სამსახურის უფროსად და მაგიტომ გეკითხებით. მოსმენების სამსახურის ახალი შეფი ფორმალურად კონკურსის წესით შეარჩიეს. კადრებში, რომელიც სუსმა გაავრცელა, ჩანს, რომ გასაუბრებაზე 3 პირია მისული. საკონკურსო კომისიაში კი ოცნების დეპუტატებთან ერთად სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც ჩანს. ბექამ მამარდაშვილს მიეცით თქვენს ხმა, შეგიძლიათ ამის თქმა თუ არა? ხო, ფარული იყო კენჭისყრა და ფარულობა გულისხმობს, რომ ეგეთი რაღაცის გამჟღავნება არ იქნება სწორი. რა იცით ბექამ მამარდაშვილზე, გამარჯვებულ კანდიდატზე, მაშინ ასე გკითხავთ. მის ბიოგრაფიაზე, წარსულ საქმიანობაზე რა იცით? და კანდიდატები პასუხობდნენ. ნამუშევარი თვითონ უწყებაში, მათ შორის
IT მიმართულებით ქონდა კარგი გამოცდილება, როგორც კერძო სექტორში, რა ვიცი, ის CV-ის მიხედვით. და რატომ დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 4 წლის წინ ამის შესახებ არ უსაუბრია, არც კითხვები არ დაუსვამთ? ახლა მიზე რატო დატოვა არ ვიცი. და იქ მყოფებს, მათ შორის პარლამენტის წევრებს არ გაუჩნდა არავის კითხვა, რატომ წახვედი უწყებიდანო არ კითხეს? არ ვიცი, ესეთი რაღაცა არ მახსოვს. მოსმენების სამსახურის ახალი შეფის ფორმალურ შერჩევაში სახალხო დამცველთან ერთად სასამართლო კლანის თვალსაჩინო წევრი გიორგი მიქაუტაძეც მონაწილეობდა. მამარდაშვილის მიერ მოსმენაზე აყვანილებს შორის სავარაუდოდ მდიდარი მოსამართლე მიქაუტაძეც იყო. თუმცა მას ურჩევნია, რომ ამ თემაზე არაფერი თქვას. ალო. ბატონ გიორგი, გამარჯობა. გამარჯობა. მაკა გაწუხებთ ჭიხლად ZTV პირველიდან ცუდ დროს ხوار გირეკავთ. დიახ. ბატონ გიორგი, რაღაცის დასუსტება დროს მირეკავთ შეხვედრაზე. როდის დაგირეკავთ? მიმართეთ პრეს-ცენტრს და გაარკვიეთ ისე. არა, პრეს-ცენტრი რა შუაშია. თქვენ ესწრებოდით სუსის ბექა მამარდაშვილის მოსმენების შეფად გამწესების პროცესში ოლიგარქის პარლამენტის სახელით ქართული ოცნების 3 დეპუტატი მონაწილეობდა. თუმცა ამავე პარტიის ლიდერებმა არ იციან, რა ნიშნით დაუჭირეს მხარი მათსავე მოსმენაზე პასუხისმგებელი კადრის სუსში უკან დაბრუნებას. რატო დააბრუნეს, როგორ ფიქრობთ? საფრთხელი არა ვარ ამ საკითხებში, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ თქვენ არა ხართ ის ავტორიტეტი, რომლის თქვა შეკითხვას უნდა. ვინ არის თქვენთვის ავტორიტეტი მაგალითად, რომ კითხვა დაგისვათ და უპასუხოთ ბატონ გია? თქვენ მაინც რაღაც თემას აგძელებთ. არ არის თქო საინტერესო ასეთ მნიშვნელოვან სამსახურს ვინ უხელმძღვანელებს? ხო, გასაგებია, მნიშვნელოვანია. ბიძინა ივანიშვილამდე მიტანილი კრებსებისა და დანოსების გამოჟონვა სუსიდან 2020 წელს დაიწყო. ბექა მამარდაშვილი მაშინ ჯერ კიდევ ამ სამსახურში მუშაობდა. ამინა ბერაძე პირად საუბრებში აცხადებს, რომ ამ დროისთვის პროცენტულად დაბალი მაჩვენებელი აქვს, რის გამოც აპირებს გარეთ გასვლას და მისივე განმარტებით ქუჩა-ქუჩას სიარულს. ასევე პირად საუბრებში განმარტავს, რომ წინა არჩევნებზე ამ დროისთვის, ანუ 16 საათსა და 30 წუთისთვის 6000 ამომრჩევლით მეტი ჰყავდა მობილიზებული. ეს ინტერვიუ რივმა ბერაძესთან 2020 წლის მაისშია ჩაწერილი. მას სიტყვასიტყვით ვუკითხავთ მისივე სატელეფონო საუბრის სტენოგრამას, რომელიც საკუთარმა გუნდმა უკანონოდ ჩაწერა, გაშიფრა და დოკუმენტად აქცია. მაშინ მხოლოდ დეპუტატ ბერაძეს არ გაუგია, რომ მოსმენების სამსახური არც თავისიანებს ინდობდა. თაწმინდის გამგებელს დაუწუნეს აქტიურობა არჩევნების წინ. დიდუბის გამგებელ ზავრადაშვილს მიუყურადეს და დანოსში ჩაწერეს, რომ ვოლსკის გასამარჯობლად 5500 ხმა აკლდა. 5500 ხმა რომ მიეღო გიორგი ვოლსკის არ დაჭირდებოდა მეორე ტური? რაც უფრო მეტი ხმა მექნებოდა, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი. მაშინ გაირკვა, რომ უსმენდნენ ოცნების ერთგულ ლევან გოგიჩაიშვილსა და სანდრო ბრეკაძესაც. ჩვენ ვიბრძოდით, რომ ამ ქვეყანაში ეს ამბავი დამთავრებული იყო, მაგრამ ვერ დამთავრდა, არ დამთავრდა. სიმართლე გითხრათ, ცოტა აუღელდი იმიქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად ჩემი სიტყვებით ამიკითხეთ, ზუსტად 100%-ით რასაც საუბრობდი. მაშინაც და ახლაც მხოლოდ ქართული ოცნების ლიდერშიპი უარყოფდა იმას, რასაც თავად მოსმენის ობიექტები ადასტურებდნენ. ფაქტია ისიც, რომ ოცნების შიდა კონტროლის მიზნით განხორციელებული მიყურადების ფაქტები ბექა მამარდაშვილის მუშაობის პერიოდს უკავშირდება. ფაქტია ისიც, რომ მამარდაშვილი მოსმენების სამსახურიდან 4 წლის წინ წავიდა და საეჭვოდ დათხოვნილი კადრი ისევ ბიძინა ივანიშვილმა შეიფარა. ანუ უფრო კარგად უნდა მოგისმინოთ, ახლა ტურისტვის დააბრუნეს ეს ადამიანი უწყებაში. არ ვიცი რას მიყვებით. რა არიცით, გიყვებით, რაც არიცით. რისი გაკეთება შეუძლიათ ამ ნაცრისფერი შენობიდან? IDF-ის კვლევის მიხედვით, სუსის ტექნიკურ საშუალებებს შორისაა. თქვენი მოსმენა, როდესაც ტელეფონზე საუბრობთ. თქვენი მოსმენა სხვადასხვა აპლიკაციების საშუალებით განხორციელებული ხმოვანი ან ვიდეოს არის დროსაც. კომპიუტერიდან თქვენი მიმოწერის გაგზავნილი ელექტრონული წერილების, ფოტო და ვიდეო ფაილების გადაწერა. მათ შორის იმის დადგენა, რომელ ვებგვერდებზე შეხვედით ან რა ინფორმაციას ეძებდით. მოსმენების სამსახურს შეუძლია თქვენი ფარული ვიდეო გადაღება სახლში, მანქანაში ან დამონტაჟებული მოწყობილობის საშუალებით საუბრის ფარულად ჩაწერა და ბოლოს გეოლოკაციის დადგენა, ანუ ზუსტად განსაზღვრა, სად იმყოფებით, სად იყავით და რა მიმართულებით მოძრაობთ დროის კონკრეტულ მონაკვეთში. ახლა ყველა ეს ბერკეტი იმ კაცის ხელშია, რომელსაც წლების განმავლობაში მოსმენების სამსახურში VIP პერსონების მიყურადება ჰქონდა დავალებული. მხოლოდ უკანონო მოსმენები, მიყურადება და ფარული თვალთვალი, როგორც ჩანს, არ იყო ბექა მამარდაშვილის მისია სპეცსამსახურებში. მამარდაშვილის გვარმა პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციების დროსაც გაიჟღერა.
2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მოსმენების ახლანდელი შეფი მოსასმენ მოწყობილობებს ოცნების ოპონენტების ათვალთვალოდ სავარაუდოდ თავად ამონტაჟებდა. Ღამის 2 საათზე სხვენში ზემოთ შემოვიდა რამოდენიმე პირი უკანონოდ. მათ უდოდათ მოსასმენი ალბათ აპარატურის დაყენება, უშუალოდ ჩემ ოთახში შევიდნენ. ფაქტები და მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ 2020-ის არჩევნების წინა პერიოდში ხატია დეკანოიძეს ნამდვილად უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ, შაბათის ეთერმა 2022 წლის სექტემბერში გაასაჯაროვა. კრებსებით, რომელიც სავარაუდოდ ბექამ მამარდაშვილის მიერ იყო შედგენილი, დგინდება, რომ ოპოზიციის ლიდერ ქალს უწევდნენ პირად საუბრებს, ელჩებთან კომუნიკაციას და უკონტროლებდნენ გადაადგილების ყველა მარშრუტს. არ ყოფილა კონკრეტულად დაინტერესება გამოძიების მხრიდან, რამაც კიდევ ერთხელ უფრო ესეთი გამყარებული ეჭვი დამიდასტურა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სუსის ოპერაცია. ანუ ის ადამიანი, რომელიც დღეს ოპერატიულ სამძებრო, ტექნიკური და სამძებრო ღონისძიებებს ჩაუდგა სათავეში, ეგრეთ წოდებული მოსმენები, ეს ადამიანი იყო და არის ადამიანი, რომელმაც დაგეგმა ჩემს შტაბში შემოღწევა. ოცნება დუმს, მათ არაფერი უნდათ თქვან კაცზე, რომელიც თავის დროზე უწყებიდან გრიგოლ ლილუაშვილმა გაუშვა. ახლა კი თავად ლილუაშვილის გადადგომის შემდეგ იმის ახსნაც არ არის მარტივი, როგორ რეაბილიტირდა სუსიდან მოსმენის ფაილების გატანაში ეჭვმიტანილი კაცი. საკადრო ცვლილებები რომ ხდება ქვეყანაში ახლა დღეს მაგალითად ყველა კითხვაზე იძლევა პასუხს. მამუკა, მე არ მეწარება ბატონი მამუკა. ხო და აი არ გამიმართლა. პარლამენტის უხუცესი წევრი ცდილობს აგვიხსნას, რატომ არ იციან დანარჩენებმა კობახიძის გადაწყვეტილებები და ისიც, როგორი აუცილებელია ცვლილებები არალეგიტიმურ მთავრობაშიც კი. ქვეყნად უცვლელი მხოლოდ ის არის, რომ ყველაფერი ცვალებადია. ამიტომ უნდა ავიკვოთ ეს ყველაფერი. ყველა ლილუაშვილის კადრია ბატონ ლადო და კობახიძის კადრები მოდიან ყველგან. აი, როდესაც ასეთი ნიუანსების ჩაძიება, დიახ, არ უნდა ჩავეძიოთ, ჩვენი საქმე ხო ეს არის ბატონო. ხო და მე არ ვეძიები მეთქი, გესმით? არ უნდა ჩავეძიოთ, მართლ პარტიაში რო ხარ. მე კომენტარს კითხულობ, ფიქრობ, რატომ ან იმას რატო უშლი ნერვებს, რომ კითხულობ ჩემს კომენტარს. მე ხო იმისთვის ტოქსიკური ვარ. დისკომფორტია ხო ბატონო ლადო ეს თქვენთვის? ჩემთვის არ არის დისკომფორტი. არა, ტოქსიკური რო ხართ ვიღაცაებისთვის არა? ეს მე ექიმი ვარ. მე როგორც მე იცი რამდენი ადამიანის გოგოსთვის მithkავს რომ ორსულად ხარო და იყო ქალიშვილი. რამდენი საიდუმლოა. ხოლოს ჩემი დიაგნოზი კაცორი ოპერაციონი მოწონს არ მოწონს. მაგრამ ეს უხერხულობა მე დიდი ხნის დაძლეული მაქვს. ლადო კახაძეს ალბათ მართლა არ აღელვებს, მას მოусმენენ თუ არა. ბატონი ლადო ყველაფერს ისედაც ღიად და გულწრფელად ყვება. თუმცა მისგან განსხვავებით, ნერვიულობენ ოცნების ახალბედა წევრები, რომლებსაც პირველივე მანდატი არალეგიტიმური ერგოთ და პარალელურად იმის განცდაც აედევნათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველგან მიუყურებთ. თქვენ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებული ნაციონალური მოძრაობის ჩვეულებრივი. თქვენ დეპუტატი ხართ? ვინ გითხრათ კალენდარიშვილმა? ამ არაღიარებული პარლამენტარი სამოსაცნობად საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე ქართული ოცნების ყველა დეპუტატის ფოტოს ნახვა მოგვიწია. ჩვენზე თავდამსხმელი ვინმე გიორგი გაბუნია აღმოჩნდა, რომელიც ალბათ იმედოვნებს, რომ ამის გამო შეაქებენ და პრივილეგიებით ისარგებლებს. თუმცა ოლიგარქიულ რეჟიმებში ასე არ ხდება. კაცი, რომელმაც ბექამ მამარდაშვილი ახალი კრებსებისა და დანოსების შესაგროებლად დააბრუნა, საკუთარ თანაგუნდელებს სხვებზე მეტად არ ენდობა და მათ შესახებ კომპრომატების მოგროვებას კიდევ უფრო მეტი მონდომებით ცდილობს. არავინ იცის ეს როდის და რაში დასჭირდება.